ძალას საფეხბურთო სალამი. ეს არის ფუტუიჟენი და დღეს ერთად გავეცნობით საფეხბურთო სიახლეებს. ხუჩა კვარაცხელია ნერეშის წინააღმდეგ. რატომ არის ხელშეუხებელი პოლიტანო? ნაპოლიში განგაშია. ამ კონფლიქტში და ქაოსში შეეცდება თუ არა კატალონიის ბარსელონა ხუჩა კვარაცხელიას გადაბირებას. გიორგი მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება და რატომ არ შეუშვეს მერაბ დვალიშვილი UFC PI-ში? ისინი უმარ ნურმაგომედოვს იცავენ. ეს და სხვა მრავალი სიახლე ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. ერთგულ მაყურებელთან თხოვნა მექნება დამიფასოთ შრომა და ავიყვანოთ ეს ვიდეო 2000 მოწონებაზე. თუ ახალი ხარ და ჩემ ვიდეოს პირველად უყურებ, გამოიწერე არხი და შემოგვიერთდი. 55000 გამომწერს ვუახლოვდებით, ამიტომ შენ შეგიძლია დაგვეხმარო და გახდე ამ ყველაფრის ნაწილი. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ბოლო დროს დავიდ ნერეში კარგად ათამაშდა და ანტონიო კონტეს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. 3-დან რომელი 2 გარემარბი გაამწესო სასტარტოში. კორიერე დელო სპორტი წერს თუ რატომ სარგებლობს მატეო პოლიტანო გაცილებით მეტი ნდობით და რა აქცევს მას ფაქტობრივად ხელშეუხებელ მოთამაშედ, რის შედეგადაც ნერეშს ყველა ვარიანტში თადარიგში დარჩენა მოუწევს. ნერეში კვარა და პოლიტანო თითოეულს აქვს მახასიათებლები, რომლებსაც კონტე იყენებს. იტალიელი ფლობს გამორჩეულ უნარებს, რაც მას ხელშეუხებელ მოთამაშედ აქცევს. რთული სამუშაოს შესრულება და ტაქტიკური თვალსაზრისით სწორი მოქმედებების შედეგად ის შეუცვლელი სტატუსს იღებს. ასევე კარგად მუშაობს დაცვაშიც, ხშირად იყენებს დრიბლინგს. გარდა ამისა, დი ლორენცო სტაბილურად მუშაობის უნარი პოლიტანოს მასთან დუეტში შეუცვლელ ფიგურად აქცევს. აქედან გამომდინარე, ნერეშს კვარაცხელიასთან მარცხენა ფლანგზე კონკურენცია უწევს და ხშირ შემთხვევაში ის თადარიგში დარჩება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრაზილიელმა ეტაპობრივად როტაციაში მარჯვენა ფლანგზეც ითამაშოს. წერს იტალიური გამოცემა. იტალიაში ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია ზაფხულში გუნდს დატოვებს და ნერეში ახალი სეზონიდან მარცხენა ფლანგზე ძირითადის მოთამაშე გახდება. კატალონიური გამოცემა სპორტის ინფორმაციით ბარსელონა ზაფხულში მარცხენა გარემარბის შეძენას გეგმავს. პრიორიტეტულია ისეთი ფეხბურთელის დამატება, რომელსაც გოლების გატანა და მეტოქის კარისთვის საფრთხის შექმნაში ლამინი იამალისთვის დახმარების გაწევა შეეძლება. ჩემი აზრით, საუბარი თუ კვარაცხელიაზეა, დახმარება კი არა, პირიქით იქნება მთავარი შემოქმედი ბარსელონას შეტევების. კატალონიური მედიის ცნობით, სატრანსფერო ბაზარზე ბლაუგრანა რამოდენიმე ფეხბურთელს აკვირდება და კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე შესაძლო კანდიდატების სამკაციანი სიაც შეადგინა. ამ სიაში არიან ხუჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაო და მარკუს რაშფორდი. თუმცა სამივე ფეხბურთელში კატალონიელებს მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევთ. სპორტი ასევე წერს, რომ ამ ეტაპზე ბარსელონა სამივე ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და სიტუაციას აკვირდება. არანაირი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არაა და დიდი მნიშვნელობა ბლაუგრანას ფინანსურ მდგომარეობას ექნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით ხუჩა კვარაცხელია და ნაპოლი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან. იტალიური მედია წერს, რომ მხარეებმა გამოსასყიდთან დაკავშირებით გამოსავალი იპოვეს და უახლოეს მომავალში კვარა პარტენოპეისთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს. ცნობისთვის რამოდენიმე დღის წინ რაშფორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მანჩესტერში სათამაშო დროის სიმცირის გამო ახალი გამოწვევა სურს, ამიტომ არაა გამორიცხული მისი ტრანსფერიც ვიხილოთ. რაც შეეხება ლეაოს, მილანური პრესა მას ხშირად აკრიტიკებს ინერტულობასა და არასაკმარისი მოტივაციის გამო. პირველ რიგში ყველაზე დიდი საშინელება და სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს საკითხი, დასვან თუ არა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე. კვარაცხელია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა სკუდეტოში და არაერთ ნაპოლის გამარჯვებაში. თუმცა ეს ფეხბურთია და ასეთი ცუდი რაღაცეებიც ხდება. დაწერეთ, რას ფიქრობთ? ამ სამი ფეხბურთელიდან საუბარია კვარაცხელიასა, ლეაო და რაშფორდზე, რომელს აქვს უფრო მეტი შანსი კატალონიის ბარსელონაში გადაბარგდეს. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, ამიტომ შევეცდები მაქსიმალურად ყველა კომენტარი წავიკითხო. მიმდინარე სეზონში ვალენსია საშინელ ფორმაშია და ბოლოს წინა ადგილზეც იმყოფება. ამ შედეგების გამო გუშინ დაკავებული თანამდებობიდან რუბენ ბარახა გაათავისუფლეს. რუბენ ბარახა, რომელმაც დიდი ხანი გაატარა ვალენსიაში და ბევრი რამ გააკეთა ასევე ჩვენი ქართველი ფეხბურთელისთვის, გიორგი მამარდაშვილისთვის. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრისიო რომანო იუწყება, რომ ღამურებმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩიეს. ვალენსიას ახალი დამრიგებელი კარლოს კორბერანი იქნება, რომელიც ვესტ ბრომვიჩს წვრთნიდა. ესპანურმა გუნდმა მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 3 მილიონი ევრო გადაიხადა. რომანოს თქმით, მხარეებს შორის 3 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და მას ოფიციალურად მომავალ 24 საათში წარადგენენ. ცნობისთვის 51 წლის ესპანელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე მეკარე იყო და პირველი საფეხბურთო ნაბიჯები ვალენსიაში გადადგა. სხვადასხვა დროს ის ოლიმპიაკოს, ჰადერფილდს, ლიდსის 23 წლამდე გუნდს, დოხას და ემის წვრთნიდა. ვესტ ბრომვიჩი კი 2022
ხელს დაინიშნა. ნახოთ როგორი შედეგიანი იქნება ის ამჯერად ვალენსიაში და როგორ დაეხმარება გიორგი მამარდაშვილს. შეძლებს თუ არა მწვრთნელი გუნდთან კომუნიკაციის დალაგებას და ბოლო ადგილებიდან ამოყვანას. ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ მამარდას. რა თქმა უნდა, შემდეგი სეზონიდან ის პრემიერ ლიგაში ლივერპულის მეკარე იქნება, რაც უზომოდ მიხარია. თუმცა ჯერჯერობით ის ვალენსიას ფეხბურთელია, ამიტომ აქაც სჭირდება წარმატებები. UFC-ს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და საინტერესო ამბავი გაგვიზიარა. მისი თქმით, მას UFC-ს პერფორმანს ინსტიტუტში შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან იქ მისი მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იმყოფებოდა. UFC PI-სთან ვიმყოფებოდი და დაცვის სამსახურის წარმომადგენლების შენობაში შესვლის საშუალებას არ მაძლევდნენ, რადგან იქ უმარ ნურმაგომედოვი იმყოფება და მას იცავენ. არ ინერვიულოდ ბიჭებო, ჩხუბამდე არ ვცემ, მაგრამ 18 იანვარს ყველაფერი სხვანაირად იქნება. UFC PI-ში ტრავმებზე უნდა მემკურნალა, ავტოგრაფები დამეტოვებინა და მეგობრებთან ერთად ლანჩი მქონოდა, მაგრამ ვერ შევდივარ, ეს რა ჯანდაბაა. ამბიჯს მაგრად ვცემ ყველანაირი უპატივცემულობისა და ტყუილების გამო, რომლებიც ჩემ მიმართ თქვა. უმარ გირჩევნია ჩხუბზე გამოცხადე. დღეს დაგიცვეს, მაგრამ 18 იანვარს ვერავინ გიშველის. განაცხადა მერაბ დვალიშვილმა. დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება. ცნობისთვის MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია. უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია. ის ნამდვილად ძლიერი და სახიფათო მეტოქია ნებისმიერისთვის, თუმცა მე მჯერა, რომ მერაბი შეძლებს მის დამარცხებას და ეს დაუმარცხებელი სერია სწორედ ქართველზე დამთავრდება. ყველამ ერთად წარმატებები ვუსურვოთ მერაბ დვალიშვილს და კომენტარებში დავწეროთ #merab-შენთან-ვართ. და ისთვის სულ ეს იყო და ჩვენი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. მაქსიმალურად შევეცადე მეპოვნა ყველაზე საინტერესო ინფორმაციები და თქვენთვის გამეზიარებინა და იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ და დაალაიქეთ ვიდეო. ეს ძალიან გვეხმარება განვითარებაში. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. აბა, მომავალ შეხვედრამდე.